მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. გამომწერე ვარ როგორ ბრძანდებით, მე კარგად ვარ და მინდა რომ თქვენც კარგად იყოთ და დარწმუნებული ვარ რომ ბევრი უკვე კარგად ხართ იმაზე კარგად ვიდრე იყავით. სანამ ჩემი გამომწერი გახდებოდით. მოდით ახლა გავაკეთოთ 3 დღის პროგნოზი. სტუმრებო გამოიწერეთ ჩემი არხი, იმიტომ რომ ჩემი რიტუალები და გაშლები მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის არის. ზოგ-ზოგიერთისთვის არა. ვინც YouTube-მა დაბლოკა, ნამდვილად არა. რა ვქნა, ესე ხდება ხოლმე. ყველა ვერ მოხდება ჩემს არხზე. ან თუ მოხდება, ალბათ არ არის საჭირო, არ დაიმსახურა და YouTube თვითონ ბლოკავს. დავიწყოთ აბა, გოგოებო, ბიჭებო. პირველი დღე, როცა უყურებთ, როცა არ უნდა ჩართოთ ერთი თვის მერეც რო ჩართოთ, ეს პირველი დღე იქნება და მეორე და მესამე დღე თქვენთვის, ხო? ან რაღაცას სწავლობთ, ან რაღაცას საქმიანობთ, ახალს რაღაცას, ან ძიებაში ხართ, ჩემო კარგებო. იცით რა არის? შეიძლება ხელოვნება, შეიძლება ტარო, შეიძლება ქვებში, შეიძლება ახალი ინგრედიენტი შეისწავლოთ კულინარიაში, სახლშიც ახალად რაღაცა ახალი დაამზადოთ. ბიჭებო, თქვენც ასევე ახალი სიტუაციები მოგდით, ახალი გადამზადება, რაღაცის შესწავლა. აბა, ნახოთ და ამაში ძალა გექნება სხვათა შორის გამოდიხართ აი ამ მიბმული სიტუაციიდან, დღეიდან, გამოდიხართ აი ამ ფსიქოლოგიური დარტყმები აქვს, ზეწოლა აქვს, პატარა ბულინგია, შეიძლება სამსახური, შეიძლება თვითონ ბიზნესი, შეიძლება სახლი, ბავშვებიდანაც, ბავშვები უფრო რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ჩვენი უსაყვარლესი ბავშვები და შვილები და შვილიშვილები ენერგიებს გვართმევენ, ესეა საერთოდ, უფრო სანამ პატარები არიან. აი ეს რაღაცა მწყობრში, რაც არ არის აი ხო ოჯახი ხო ვთქვი არა, წყნარდება ყველაფერი პოზიტივად ხდება და რაღაცა სიახლე შემოდის, ხო ვთქვი, აი მაგიიდანაც მაგია ეს რიტუალები, წმენდები, ვინც ჩემი გამომწერები ხართ აუცილებლად, იმ გენაცვალე სამსჯავრო მოვიდა აქ, სამსჯავრო, ესე იგი დასჯის ყველას, ვინც ესე იგი ნეგატივები, უბრატკები მეთქი, აბრატკები მისდით, უყურეთ, ისე გამეხარდა რომ უბრატკები ვთქვი, აბრატკები უკან მისდით, აი ბუმერანგი ხედავთ თქვენს მტრებს, ჩემო გოგოებო და ბიჭებო და ჩემს მტრებსაც. აქ ვისაც სასამართლო გაქვთ ხო, ოჯახში ელოდებით ხო, წინსვლა ჩანს ნამდვილად, წინსვლა ჩანს კი, აი ბრძოლა და წინსვლა, ესე იგი ბიჭებო, თქვენ სიტუაციაშიც ბრძოლა, ან ქალბატონი დედა და ვინმე ქალი თქვენზე ლოცულობს, აი ამ გამოლოცვებს გიკეთებთ, მიხვდით ხო? და წინ მიგდით სიტუაცია და რომცა ასე იყოს და მეორე სიტუაციას ვიტყვი, მოკლედ გამოდიხართ აი ამ დაჭერილი სიტუაციიდან გამოდიხართ. თითქოს ოჯახში დაბრუნება, აი ოჯახში შებრუნება, ესეთი რაღაცა, ვინც ესე იგი შვილია, მეგობარია თუ ვინც არის ხო, მამაკაცები, შერიგება ამოდის, იცით, ან ოჯახში ბრუნდებით და ისევ აი გზიდან რაღაცას ცადეთ შეიძლება ხო, ან პრობლემა იყო და აი ეს მოგვარდება პირველივე დღიდან. ეხლა უყურეთ ვერხოვნაია ჟრიცა და იმპერატორი დაჯდა, რას ლაპარაკობთ, სამსჯავრო დაჯდა აქ. კი. ესე იგი ბუმერანგები მისდით, ბუმერანგები აგერ კიდე ხმლების მეფეა ეს თუ ქალია, ბიჭია, ხმლების რაინდი, ახალი ნაბიჯები, აი ეს უფულობა, ეს ჯანმრთელობა
მადლობა აი ეს ყველაფერი რაც მოწებებული გქონდათ ხო აი ეს უაზრო ან თქვენი იდეები რომ განხორციელებას არ ექვემდებარებოდა აქ კიდე არის კი ხო თქვი აქ ნერვოზული რაღაცა ფსიქოლოგიური ან რა არის იცით რაღაცაზე იყავით დამოკიდებული ან სასმელი ან კიდე სიგარეტს რო გავს ან თამაშზე მიხვდით ხო და ნელ-ნელა გამოდის ეს წინ მიდის ყველაფერი კი ანუ თქვენი მტერი იბრძოლებს ახლა აქეთ აი მთვარეზე რუიანი თასები აქეთ ესე იგი რომ არ გამოსდის ის რაც უნდათ ხო რაც დააჯინეს აი აქ ხო აქ წყვილშიც არის და აქ ამოდის ესე იგი დამკვეთები არიან თქვენი მხრიდან და ესე იგი გადავიდა შემსრულებელთან მიხვდით ხო აქ სერიოზული მაგია იყო გაკეთებული მთვარეზე და მიჩვენებენ რომ აი ეს ყველაფერი ხო სისხლძარღვების შევიწროვება და ასე შემდეგ ხო ესე იგი თავში ეს უაზრო ფიქრები რო გონია რო შენია მაგრამ ამ დროს შენი არ არის და ჩასახლებული დემონები და ისინი არსებები უსულო არსებები არიან სუშნასწევს რო ეცახი ხო ლარვები პროგრამები აი ეს ყველაფერი ხო უკან უბრუნდებათ მტრებს მეგობრებო და გამოდიხართ და გამოდის თქვენი ახლობლების სიტუაცია აქ კი იყო манипуляция ესე იგი რა უნდა იცოდეთ იცით აქ ამოდის დამხმარე პიროვნებებიდან 1 2 3 მაღალი არქანი 4 მაღალი არქანი 5 მაღალი არქანი ამოვიდა და აქ გამოდიხართ სიტუაციიდან იცით ძალიან სწრაფად უსწრაფესად რაღაცა მოგვარდება ხალხნო ძალიან მნიშვნელოვანი აქ ახლა შეიძლება ბიჭებო თქვენც ხართ ჰაერის ნიშანი ან გოგოებო ვინმე გყავთ ჰაერის ნიშანი რაც ესე იგი ან როგორ იცით აი ჰაერიდან ამბავი მოდის ახალი კარგი სწრაფი ამბავი მოდის და გამოდიხართ ამ სიტუაციიდან ესე იგი რაც ლილიტზე იყო გაკეთებული და აი იბრძვით ხო აუცილებლად გამოვა აუცილებლად და ეხა ბუმერანგი არავის არ გაუქმებია ხო რა თქმა უნდა და ეს უკან მიუბრუნდებათ და უკვე ჩემ ხელში უბრუნდება რა თქმა უნდა ხო და იყოს ასე ამინ ეხლა გადავიდეთ მეორე დღე ნახოთ აბა ფორტუნა რას გვეტყვის ჩემი გამომწერებისთვის გოგოებისთვის ბიჭებისთვის მეორე დღე აჰა აქ თავის ტკივილი ავანტყოფობა იცით რა არის შეიძლება იმდენად ტკივილებია ან თქვენ ბიჭს აქვს ტკივილები ან წყვილში წყვილიც დაფიქსირდა და შეიძლება ბავშვსაც აქვს იცით არ გამოვრიცხავ რომ ნეგატივი გადავიდა მაგრამ რა არის იცით გამოდიხართ აი ამ ვიღაცა ქალს ესე იგი ჩასაფრებულია თქვენზე არ უნდა აი ამ ყინულის დედოფალს რომ გამოხვიდეთ ეს ან თქვენ ხართ უკვე ეს იცით რა არის ხმლების დედოფალი რომ უკვე აი უკვე მიხვდით რომ როგორ უნდა იბრძოლოთ რა მხარეს ვინ არის მტერმა ჩამოიხსნა ხო მასკები ასე ვთქვათ და უკვე გამოდიხართ თქვენ თვითონ აი ეს ახალი ამბები აუცილებლად შეიძლება არხანგელი მიხაელიც იყოს არ გამოვრიცხავ ან თქვენი მეგობარი თქვენი შვილი თქვენი ბიჭი თქვენი მეუღლე ან სიძე და ქალბატონი ან ქალიშვილი ან პირიქით ხო აი ნახეთ გზების გახსნა და დიდი თანხები მოდის დიდი თანხები ესე იგი რაც ჯანმრთელობაში აჰა თვითონ გადმოგვარდა რაც ჯანმრთელობაში ფულები გეხარჯებოდათ ეხლა უკვე საქმეში გამოიყენებთ მიხვდით ხო შეიძლება დედაშვილს შორის იყო ეს რაღაცა თქვენ შორის ხელოვნური შექმნა იყო შექმნილი იყო ხელოვნურად აი ეს ცუდი სიტუაცია და ადაპტაცია უკვე გაიარეთ რა თქმა უნდა აგე რიტუალებით ძალა თქვენ ხელშია ნუ გეშინიათ აი ამ რუიანი ხმლების ქვეშ დაჯდა აი ეს პენტაგრამა ზუსტად კიდე გამეორდა ესე იგი რუიანი კი არა და ეტყობა ხო რიცარი ამოვიდა რაინდი ხმლები რაინდი თასები გოგოებო ბიჭებო ძალიან აი ეს ფინანსებთან დაკავშირებით ხო დამთავრდება ეს ყველაფერი დასრულდება
კი ბიჭებო და სამი რაინდი ამოვიდა. ან თქვენი შვილები ან ახალნაბიჯებს გადადგავთ, ან მოbrunდება ადამიანი მოდის, შერიგებები ხდება, ვინ შერიგდით გააგრძელეთ რიტუალების ყურებას, არ მიუშვათ, ეშმაკს არ ძინავს, გაამყარეთ სიტუაციები. აი ნახეთ, უყურეთ, დამთავრდება ეს უფულობა, დამთავრდება ეს შეიძლება ვიღაცამ სადმე წააგო, ან ფული დაკარგეთ, მიხვდით ხო? ან ფულზე იყო რაღაცა დადებული და თქვენს ბიჭზე არ გამოვრიცხავ, ან ბიჭებო თქვენს არც ამას არ გამოვრიცხავ, ხო? აი ეს მთავრდება, ეს რიტუალების საშუალებით იწმინდება, გაიწმინდება და ესე იგი ცხრიანის ქვეშ პენტაკლი დაჯდა. ესე იგი სამი რაინდი ამომიხვედით აქ ბიჭებო, ან გოგოებო თქვენი შვილები, ან თქვენი მეგობრები, ძმები, ასე ვთქვათ და ასე შემდეგ. გადაათამაშეთ თქვენს თავზე. თავრდება აი ეს ყველაფერი ცუდი, აი ეს ნეგატივი და ესე იგი დღესვე არა, დღეიდან აი ესე, ხო? დღეიდან აი ესე გახსნა ექნება. საერთოდ 3 დღის გაშლას რო ვაკეთებ ხოლმე, ესეა. თვითონ 3 დღე უნდა ყურებიდან ჰაერში ავიდეს ინფორმაცია, რომ გადაამუშაოს მე ეს ყველაფერი, მიხვდით ხო? სამყარომ ვის ბუმერანგი და თქვენ რას იკეთებ დაგიბრუნოთ. ეხლა ნახეთ ამოვიდა მშვენიერი გადასარევი, გოგოებო, ბიჭებო, გადასარევი. აქ თქვენი მეუღლეშო, ან გოგოებო თქვენ ხართ შორს და თქვენ ჩამოდიხართ, ან მეუღლე, ესე იგი აქ იყო რაღაცა, შეიძლება ქალიშვილიც ყავთ, აქ ამოვიდა პრინცესა, მაგრამ აი აქ 7-იანი ხმლები რა არის, იცით, ეს არის ცუდი საუბარი, ეს არის წყევლა, დაწყევლა, ეს არის ტყუილი, ეს არის ტყუილის შეპირება, ეს არის როგორც ჩემთან უფრო მეტოქეებს საპერნიცა და საპერნიკი არ გამოვრიცხავ, ხო? აი ეს ვისაც უხაროდა რომ აი ეს დამანგრეველი სიტუაცია იყო, ან თქვენ უკვე მაჩვენებს რომ გაუშვით ესეთი პიროვნებები და ვინც არ გამოგადგათ და ტოქსიკური სიტუაცია გქონდათ, ძალიან კარგი ქენით შედიხართ ახალ ურთიერთობაში, მაგრამ რაღაცას ელოდებით, ან გოგოს, ან ინფორმაციას, ან შორიდან უყურეთ, ან დიდი ხანია ელოდებით ამ სიტუაციას და ან მოვიდა უკვე პრინცი, შეხვდით და აი თქვენი ბორბალიც გენაცვალე, ბედის ბორბალი უყურეთ, როგორ დაგიჯდათ, წინ მიდის ყველაფერი, არ შეგეშინდეთ. აქაც 1 2 3 4 მაღალი არქანი ამოვიდა, ყველაფერი კარგად არის, არ შეგეშინდეთ, ყველაფერი მიმდინარეობს ძალიან კარგად. აბა ეხლა მესამე დღე ვნახოთ. მესამე დღე. რა შემოაღებს აბა კარებს თქვენს ცხოვრებაში, თქვენი ახლობლების ცხოვრებაში. რა, ან ვინ შემოაღებს? ვნახოთ აბა მესამე დღე. ობა, ტოქსიკური სიტუაციები თვითონ აი ეს მიდის, გადის, მიხვდით იცი? შეიძლება სიზმრებითაც რაღაცა ვიღაცეები დაგესიზმრათ და აი მიგახვედრეს რაღაცას და აი ეს ყველაფერი ეს ტოქსიკური მიდის და რა შემოაღებს კარებს, ესე იგი ის რომ დაგტოვებთ, ხო? დაგტოვებთ აი ეს ტოქსიკური სიტუაცია, დაგტოვებთ აი ეს ეშმაკური ნეგატიური და ზეიმი იქნება, მიხვდით? ახალი აქ კიდე გეუბნებიან რომ გოგოებო, ბიჭებო, შეიძლება გარდერობი ახალი რაღაცა იყიდეთ, თუნდაც ტუჩ-საცხი, არ არის ცუდი, თუნდაც ლაქი, მიხვდით ხო? ესეთი სიტუაცია. ეხა ბიჭები ლაქს არ იყიდიან, გასაგებია ხო? იცით რა არის? რაღაცას ელოდებოდა, ან თქვენ იყავით ცუდად და შიშის ქვეშ იყავით, იცით და გამოჯანმრთელდება თუ არა თქვენი ურთიერთობა, თქვენი ფიზიკური სიტუაცია, თქვენი მენტალი, თქვენი იმუნიტეტი, მიხვდით ხო? აი ეს ყველაფერი, ესე იგი მიდის, რაც აი ეს ტოქსიკურობა იყო, ან შეიძლება ეს კიდევ თქვათ მეტოქეები იყვნენ, ხო? გოგოებო, ბიჭებო, არ გამოვრიცხავ მეტოქეები და აი ზიხართ და ელოდებოდით, მიხვდით ხო? ან ვისაც ოპერაციები გქონდათ, ან გააქვთ და გადაიდო, ხო?
ხო? ან გაკეთდა და კარგი რეაბილიტაცია გექნებათ აუცილებლად. აჰა, 10-იანი პინტაკლი ოჯახში გახარება გექნებათ, გამოჯამრთელება გექნებათ, გითხარით, ზეიმი გექნებათ, ახალი ხალხი, ახალი სიტუაციები გექნებათ და ასევე 6-იანი კვერთხები, უყურეთ შეხვედრები, მოლაპარაკებები, ხალხი მოგისმენთ, თქვენს აზრს გაითვალისწინებენ და ვისთანაც ადრე არ გამოგდიოდათ შეხვედრა, შეგხვდებით ან ოჯახში დაბრუნდება მამაკაცი, მიხვდით ხო? აი ეს შემოაღებს კარებს. აი ვინ და რა, ხო ვიკითხე, ვინ და რა. კარგით, აბა ეხა კიდე ну აქ ახლა ეშმაკზე დაჯდა ცხრიანი თასები, აქ ვიღაცა ცუდად რა თქმა უნდა მენტალური წევლა პორჩა შური იყო, იცით რა არის და ელოდებოდნენ ახლა რა სიტუაციას ესე იგი გამოვიდოდა თუ არა სიტუაცია, მაგრამ არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ გამოხვედით 4-იანი ხმლებიდან თქვენ მიხვდით ხო და აი ეს გამოარღვიეთ, აჰა კიდე მაღალი არქანი დაჯდა აი ამ მარტოობიდან ბრძოლით და აი ამ ყველაფრით ან თქვენი შვილები, თქვენი მამაკაცები ან თქვენ თვითონ მამაკაცებო გამოხვედით ამ სიტუაციიდან ან უკვე დაიწყებს ეს მესამე დღე, აი მესამე დღიდან უკვე ამოძრავდება და რა თქმა უნდა ოჯახის ქვეშ დაჯდა სიყვარული, ჩემო კარგებო, აჰა ესეც გაჩვენებთ, სიყვარული დაჯდა და უყურეთ სამართალი სამყარო დაჯდა, რომ ნამდვილად შეხვედრა, შერიგება და ბიჭებო და გოგოებო საქმის გამოსვლა და გადაათამაშეთ თქვენ აუცილებლად სამსახური არ არის აქ ყველაფერს გულისხმობა აბსოლუტურად, რაც ესე იგი მოლოდინი ჰქონდათ ამათ რომ და ესე დაჯდებოდით და თვალახვეული, ესე იგი თვალებიც კი აგიკრეს პორჩადან, ასე ვთქვათ, მაგრამ არა ვერ გამოუვიდათ, ვერა აქ სხვათა შორის ერთი კარგი მდიდარი მამაკაცია, ან ფული აქვს ბევრი, მიხვდით ხო, მაგრამ არასასიამოვნო, არასწორი გზითა აქვს ეს ფული ნაშონი და პაძიავალო ისევ ეშმაკი წაართმევს და თვითონ დაუმოკლებს აი ამ ფეხებს და გზას ააცდენთ. კარებებს გამოუხურავენ თვითონ, მიხვდით ხო? ძალიან კარგი. აბა კიდე რა იქნება მესამე დღეს ჩემი გამომწერებისთვის? დღეს მოკლედ რა ესეთი ძალა, სულ მაღალი არქანები, ხალხო, მაღალი არქანები, ნახეთ, 1, 2, 3, 4, 5, 6, ღმერთო ჩემო, რა მაგარია, ძალიან გამეხარდა გოგოებო ბიჭებო, ესე იგი გარღვევა, სერიოზული გარღვევა, აი ეს რაც 3, 4, 5-ში, კი, ასე იგი მიდის ნაბიჯები წინ, მაგრამ მაინც ზიხართ, მაინც შიშის ქვეშ ზიხართ. ნუ რიტუალს რო აკეთებთ და რაღაცას, ვინმეს ან თქვენი გამოჯასაჯამრთელებლად უყურებთ, ან ვინმეს ბუმერანგს უბრუნებთ, ნუ გეშინიათ, ნუ ელოდებით, უყურეთ, ზიხართ აქ ბევრი და ელოდებით, აბა ან ტერი დაისაჯა, ან ესა, ნუ ელოდებით, სამყარო გეუბნებათ, მაცადე, მე თვითონ მოვაგვარებ საქმეს. შენ უყურე, დაივიწყე, გაუშვი სიტუაცია. აი ესეთია, მაგიას ესე უყვარს, რო იცოდეთ გოგოებო, ბიჭებო. ესე იგი ოჯახში, ან ოჯახის შექმნა, ოჯახის გამყარება და ნახეთ რამხელა ძალა, გზების გახსნა, ყველაფერში წინსვლა, სახლის ყიდვა, მანქანის ყიდვა, შეიძლება შორსაც წახვიდეთ ერთად, შეიძლება ერთად, ნუ ყველაფერი ერთად რა, რაც სიყვარულს და ოჯახს შეეხება, მიხვდით ხო? ნახეთ და ამაში უკვე ძალა გაქვთ და გეყოფათ, მიხვდით ხო? აი ეს რომ მოაგვაროთ, ვისაც რა გაქვთ მოსაგვარებელი, აქ უყურეთ ეს შეხვედრებზე, უყურეთ, ნახეთ ბალანსდება სიტუაცია, უკვე გაიგებთ რომელი კარები უნდა შეაღოთ და ვისაც რა გაქვთ შესაწირი, შეპირებული, აუცილებლად შეწირეთ, აუცილებლად მოგისმენენ ხალხი, ისეთ აი თქვენი
თქვენი სიტყვას ადრე უსმენდნენ და მე ალბათ შეგიჩერეს ეს ხელოვნურად მიხვდით ხო მაგი შავი მაგიიდან და მე უკვე ხო ისევ დაიწყო ისევ მოგძებნით ხალხი ან ისევ ან გამოგიგზავნიან ხალხს თქვენი ბიზნესისთვის თქვენი სიყვარულისთვის თქვენი სიხარულისთვის და ოჯახისთვის მიხვდით ხო და თქვენი ჯანმრთელობისთვის იმიტომ რომ აქ ექიმებიც დამიფიქსირდა მე და შეიძლება ესეც რა თქმა უნდა ეშმაკი დაჯდა პირველი დაჯდა ეშმაკი მიხვდით ესე იგი მასკები უკვე მოიხსნა მტრებმა ვეღარ მალავენ და ეშმაკიც პირველი დაჯდა მიხვდით ხო მგონი კარგად ხსნი ხოლმე მინდა რომ აი დაგიღეჭოთ ხოლმე გამოდიხართ ამ სიტუაციიდან აი უფულობა შეაღებთ ახალ კარებს და 9-იანი პენტაკლი მეგობრებო უდიდესი კარტი და მე 10-იანი პენტაკლი ნუ რა ვიცი გამართლება გამარჯვება თანხები ვისაც გინდათ მიიღებთ კარებების შეგეღებათ ან ისე უძრავ ქონებას იყიდით და ჩადებთ ან აიღებთ თანხებს დაგიბრუნებენ თანხებს მიხვდით ხო გამოხვალთ აი შიშიდან გამოდით ხალხო ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად არის ეშმაკი რატო დაჯდა პირველი რომ მე აქ ვარ მე ვარ ძლიერი მე გაშინებთ არაფერს არ ვერ შეაშინებთ ჩემს გამომწერებს მიხვდით ხო რა არის სატანა აი ამის დანიშნულება ეს არის რომ დაგაავამტყოფოთ და მე ექიმის რიგში ჩადგეთ მიხვდით ხო არ უნდა შეაშინებინოთ თავი არა რას ლაპარაკობთ პირველი არის შიში მენტალზე არ ტყავენ მიხვდით ხო საერთოდ შავი მაგიის წარმომადგენლები რომ ტვინი დაგიკეტონ და შიში ჩაგინერგონ და ვეღარ გააკეთებ ვერაფერს ვეღარ გაიგებ სად გადადგა ნაბიჯი როგორ წახვიდე მიხვდი ხო ვერანაერად ეს უნდა ზუსტად ამას რომ იჯდეთ დაავადმყოფდეთ და მე ისეთი ფარული ამტყვეს დაავადებები გაუჩნდეთ ჩვენ მტრებს რომ ვერ გაიგოს მიხვდით ხო ხალხმა აი ესეც იყო ჩადებული ანუ მესამე დღიდან რა და ვინ მოვა ხო ნახეთ და რა წავა აი ეს სიტუაციები განვითარდება დაიწყება ძალიან კარგად ძალიან დიდი დახმარება გექნებათ ან ვინც მასწავლებელი ხართ ან ვინც ორატორი ხართ ან ხალხში ან ხალხთან გაქვთ შეხება ანუ კოლექტივთან თანამშრომლების სამსახური ბიზნესი ხო თუნდაც სახში მშობლები შვილებთან რომ ესე იგი არ იყო მოსმენა და რაღაცა ესეც მოგვარდება აუცილებლად მოგვარდება და ნახეთ რამხელა ძალა გაქვთ ხალხნო მოკლედ რა ვიცი რა აი ძალიან კარგია დამელოდეთ ავკრიფო ეს იგივე ამინს ნიშნავს მოიწონეთ ვიდეო დაალაიქეთ რომ გაცვალოთ ენერგიები და მომავალ შეხვედრამდე ყველაფერ კარგს გისურვებთ